გიბრუნდებათ გადაცემა მე და გარემო გიორგი გულიაშვილთან და ანა ცხადაძესთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ცირკულარული ეკონომიკა. ჩვენი სტუმარია ცირკულარული ეკონომისტი, ექსპერტი ცირკულარული ეკონომიკის ბატონი აკაკი ჩიგვინიძე. მოგესალმებით აკაკი. აკაკი, თქვენ ხართ პროფესიონალი ამ მიმართულებით. განათლება გაქვთ მიღებული ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ბრედფორდის უნივერსიტეტში, რომელიც ცირკულარულ ეკონომისტებს ამზადებს. 2 წელია საქართველოში, ანუ პრაქტიკოსი ხართ, როგორც ასევე აკადემიური განათლებითაც ცირკულარული ეკონომისტი ხართ. მოდით მსმენელს ძალიან მარტივად თუ შესაძლებელია ასეთი სიმარტივე ვუთხრათ რა არის ცირკულარული ეკონომიკა და რა სარგებლობა მოაქვს პირადად მათთვის და ქვეყნისთვის. პირველ რიგში გამარჯობათ ანა, მოგესალმებით გიორგი. პირველად ვარ რადიო ეთერში და ძალიან მომწონს ეს ფორმატი, სიმართლე რო გითხრათ, მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელებს. მოდით საერთოდ მარტივად რო ახსნათ ცირკულარული ეკონომიკა, პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური მოდელი. ანუ ეს არის ეკონომიკა. ეს არ არის ბუნების ან გარემოს დაცვის რაღაცას კონკრეტული სფერო. ამ პროცესით ჩვენ არ გვაქვს მიზანი რომ გადავარჩინოთ ბუნება, ან გადავარჩინოთ რაღაცა კონკრეტული ფლორის და ფაუნის. დიახ, ეს ნამდვილად არის რაღაცა კონკრეტული ფლორის და ფაუნის წარმომადგენლები. ეს არ არის მდგრადი განვითარება. ძალიან ხშირად ჩვენ ქვეყანაში ეს პირდაპირ შეცდომაში შეყავთ პროცესები. ეს არ არის მწვანე ეკონომიკა, ეს არის დამოუკიდებელი არატრადიციული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არის სრული ალტერნატივა დღევანდელი ლინიური, ანუ ხაზური ეკონომიკის. დღევანდელი ჩვენი ხაზური ლინიური ეკონომიკა არის დაფუძნებული კეინზიურ ეკონომიკურ სკოლის იდეებზე, რომელსაც ეწოდება take, make, dispose model. ანუ აიღე, შექმენი, გადააგდე. ნუ ქართულად რო ასე თქვა, გადავიყვანო. მოიხმარე, გადააგდე. და ეს სისტემა არის დაფუძნებული მეორე მსოფლიო ომის შესახებ. დღევანდელი ეს ეკონომიკური სისტემა არის დაფუძნებული 3 პრინციპზე. ეს არის უფასო ენერგია, იაფი ენერგია, მოდით ასე ვთქვათ, იაფი ნედლეული და იაფი ფული. და ეს 3 კონკრეტული პრინციპი ძალიან კარგად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ქვეყანა უნდა აღდგენილიყო, იყო ძალიან ბევრი ნედლეული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები. ამას დაემატა, ასე ვთქვათ, უდიდესი წინსვლა ნავთობსფეროში, რასაც ეძახიან petroleum revolution, ანუ ნავთობის რევოლუცია, როცა ნავთობის, ასე ვთქვათ, გამოყენება ძალიან ასე ვთქვათ მასიურად დაიწყო გამოყენება და იყო იაფი ფული, იმიტომ რომ ხალხი მუშაობდა, ხალხი ყიდულობდა, ხალხი იხდიდა იმ კრედიტს, რაშიც მოიხმარდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ტრიალებდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს სტატუს კვო დღეს დაირღვა. იმიტომ რომ დღეს უკვე სხვა მოცემულობა გვაქვს და ის მეორე მსოფლიო ომის ფილოსოფია დღეს უკვე აღარ მუშაობს, ვეღარ მუშაობს. აი მე მინდა ვთქვა, რომ როცა თქვენ გესმით, რომ ხშირად ნებისმიერ ქვეყანაში როცა ლაპარაკობენ, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები. თუ თქვენ ამაზე გეუბნებიან ან ტელევიზორიდან, ან რადიოდან, ან გაზეთში, ეს ნიშნავს პირდაპირ, რომ ეს 3 პრინციპი, იაფი ფული, იაფი ენერგია და იაფი, ასე ვთქვათ, ნედლეული სინერგია ამ 3 სფეროს შორის დაირღვა. იმიტომ რომ დღევანდელი მოდელი მუშაობს ეფექტურად, თუ 3 ეს კომპონენტი ერთმანეთში გადასარევად, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ავსებენ. როგორც ეს ირღვევა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები. ანუ გინდა თქვა, რომ ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლა და ეს რა თქმა უნდა დიდი პროცესია და არა ერთბაშად ნახტომი, ნიშნავს იმას, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი დიახ
ერთგვარად რეგულირებადი იქნება და მივიღებთ სულ სხვა, ასე ვთქვათ, სისტემას, რომელიც რაღაც ისეთი რისკებისგან დაგვაზღვევს, რომელიც დღეს მაგალითად ეკონომიკას მიმდინარე ფორმატით აქვს. დიახ, დღეს ჩვენ გვაქვს უდიდესი რისკები, ეს არის პოლიტიკური რისკები. ამას მე ხა დეტალებში არ შევარ, ეს ასე ვთქვათ, ძალიან სხვა საკითხი არის. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომ უდიდესი ენერგოსაბადოები არის ძალიან ცხელ პოლიტიკურ ცენტრებში, სოფლიოს მასშტაბით, რაც მუდმივად იწვევს ენერგომატარებლებზე ფასის, გაზდას, დავარდნას და ამით ასე ვთქვათ, ყველაფერი იწვება ეკონომიკაში. შემდეგ ჩვენ გვაქვს უდიდესი ინფრასტრუქტურული მოთხოვნილობები სოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ სოფლიოს მოსახლეობა გაიზარდა, სოფლიო მოსახლეობის მოთხოვნები გაიზარდა და სოფლიო მოსახლეობის სტატუსიც გაიზარდა. ანუ ჩვენ თუ რამოდენიმე დეკადას უკან მოსახლეობის დონე იყო დაბალი, დღეს უკვე გაიზარდა. ანუ მოსახლეობას აქვს სხვა მოთხოვნები. ჭკვიანი ტელეფონი, როგორც გაჯეტი, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მაგალითად ტანსაცმელი, ლამაზი სახლი, ლამაზი მანქანა. იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება. იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება, ნამდვილად. ბოდიში ჩავერთვები, ანუ ეს ტექნოლოგიური განვითარებაც ხო ხელს უწყობს. ნამდვილად. იმიტომ რომ ეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ტექნოლოგიები და ხშირად გვიწევს გამოცვლა იგივე ტელეფონის იქნება თუ სხვადასხვა გაჯეტების და ასე შემდეგ. და ეს რამდენად ანუ დიდი ვთქვათ იგივე კორპორაციები, რომლებიც დღეს ბაზარზე არიან წარმოდგენილი, რამდენად ներგავენ ამ ცირკულარულ მიდგომებს და ეს ტენდენცია თუ შეიმჩნევა და იმიტომ რომ გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, ხო, ეს ყოველ რაღაცა პერიოდის შემდეგ ახალი ტექნოლოგიური მოდელი გამოდის, ის ძველი გამოდის ხვარებიდან, ხო, ეს ლოგიკური არის, ხო? და მათ მიდგომებში ხომ უნდა იყოს ეს პირობითად თუ ამ ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ბევრი ცირკულარული ეკონომიკის მაგალითი მსოფლიო ბაზარზე. მაგალითად კომპანია Apple, რომელმაც დაიწყო ეგრეთ წოდებული ტრეიდინგ პროგრამა. როცა თქვენ ძველი ტელეფონი მიგაქვთ და რაღაცა იღებთ, ასე ვთქვათ, კრედიტს, ეგრეთ წოდებულ ფასდაკლებას შემდეგ მოდელზე. ეს სისტემა მუშაობს. კიდე ერთ-ერთი გადასარევი მაგალითი ცირკულარული ეკონომიკის არის Zipcar, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პუნქტ A, პუნქტ B-მდე მიხვიდე და არ ყავდეს შენი პირადი ავტომანქანა. იმიტომ რომ დათვლილებს, რომ 92% ჩვენი ავტომობილების უბრალოდ დგას. 92% თქვენ იხდით $1000 რომ 92% თქვენი მანქანა იდგეს. არა მგონია ქართველი მანქანები. ეს მსოფლიო სტატისტიკა არის. საქართველოში ალბათ არ არის. იგივე ქუჩებში და ნუ ეს ჩვენთან სხვა რეალ, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ასე არის დათვლილი. ნახეთ, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა არის და ჩვენ ძალიან ხშირად ამის შესახებ მესმის და მე ვფიქრობ ძალიან სწორი არის. ჩვენ აი ეხლა ძალიან ხშირად თქვენ გესმით ასეთი ტერმინი climate change, ანუ კლიმატის ცვლილება. მე ამას ვეძახი როგორც business change, ანუ ბიზნესის შეცვლა. ანუ ჩვენ არა გვაქვს. განგვიმარტო? გეტყვით, ბუნება არის ცოცხალი არსება. ხო? ჩვენ მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი თეორიით ჩვენი ცივილიზაცია, ადამიანობა, ასე ვთქვათ, ცივილიზაცია შეიქმნა ბუნების ცვლილების ეფექტად. ხო სწორი არის? კი, არის ეს თეორია. კი ბატონო. ამიტომაც ნუ ელოდებით იმის შესახებ, რომ ბუნება არ შეიცვლება. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც რაღაცა ეტაპზე შეიცვლება. არა, ჩვენ ზემოქმედებას ამაზე რომ ის კი, შეიცვლება. ამაზე ჩვენ აუცილებლად ვახდენს ზემოქმედებას, ეს ორი აზრი ამის არ აქვს, მაგრამ ჩვენ რო შევამციროთ ბუნებაზე ზემოქმედება და ბუნების ცვლილება, ჩვენ ბუნებაში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ ბიზნესებში უნდა ვეძებოთ პრობლემა. აი მაგაშია საქმე. ჩვენ ბიზნესი უნდა შევცვალოთ. მაგრამ ნახეთ როგორ არის დღეს ყველა ეძებს ბუნებაში პრობლემას, რომ აი იქ რაღაცა ასე ვთქვათ გაიჩეხა ბუნებაში იქ რაღაცა ცუდად. კი, მაგრამ რატომ არ პარაკობს, რომ 1000-ობით
ნარჩენები რო იყარება არასწორად, რატომ ვაკეთებთ ასე? რატომ ვაკეთებთ იმას? რატომ არ ვზდით ახალ ბიზნესმენი არ არის სწორი სიტყვა, ახალ სპეციალისტებს? აი დღეს ნებისმიერ ბიზნეს სკოლაში რო ჩვენ წავიდეთ, ჩემი გადმოსახედიდან არასწორად ვზდით ჩვენ მომავალ მენეჯერებს და სპეციალისტებს. ჩვენ არ უდებთ იმებს თავში ის, რომ დრო არის ბიზნესის ცვლილება, დრო არის მეთოდოლოგიის ცვლილება. სტრატეგიული ცვლილება, რასაც ინგლისურად ქვია mind change, ხო? ანუ აი ეს ფილოსოფიის იდეის ცვლილება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევცვალოთ ბიზნესი, ბიზნეს მიდგომები, ბიზნეს მეთოდოლოგიები, მაგრამ კიდე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის, რაც ყოველთვის მე მეფიქრება, ჩვენ ადამიანი პირველივე დღიდან ჩვენი არსებობის ვებძვით ბუნებას. აი პირველივე დღიდან, რაც ადამიანი შეიქმნა ამ დედამიწაზე, ამ სამყაროზე, ეხლა ისევ აღარ ჩავეძიები როგორ შეიქმნა ეს სხვა თემა არის, ჩვენ ვებძვით ბუნებას. და ზუსტად დღევანდელი სისტემა, რაც ინგლისურად ქვია machine world, ანუ მანქანების სამყარო, არის ის მაგალითი, რომ შეიქმნას ალტერნატივა არსებული ბუნების სისტემის. და ჩვენ ამ თელ პროცესში ვებძვით. ვაშენებთ სახლებს, სადაც სახლები არ უნდა აშენდეს, ხო? ვჭრით, ვჩეხავთ ტყეებს, სადაც არ უნდა გაიჩეხოს. ამიტომაც მე ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, ის გადატეხის მომენტი, რომ ჩვენ დავიწყოთ ბუნებასთან პარტნიორული ურთიერთობა. კი ბატონო. და ეხლა მინდა გააკეთო ზუსტად აი ამ თემის, რაზეც აი ზუსტად აიქ მივდივართ, რომ ცირკულარული ეკონომიკა პირველ რიგში, მეორე რიგში რაც უკვე ჩვენ თქვით, ეს არის იდეა, ფილოსოფია, ეკონომიკა ეს არის ფილოსოფია. მე მინდა რომ ძალიან ეს კაფიოდ გაუსვა ხაზი. ეკონომიკა არ არის მათემატიკური საგანი. ეს არის კონკრეტული იდეა, კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული ფილოსოფია. და აი ამ ფილოსოფიური ნაწილი ცირკულარული ეკონომიკის ეს არის ბუნებასთან მეგობრობა, ბუნება, ჰარმონია. ბუნება არის აყვანილი როგორც მენტორი, როგორც მაგალითი. ამიტომაც ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი დამაარსებელი სკოლა, სულ 7 სკოლა არსებობს, რაზეც დგას ცირკულარული ეკონომიკა. ეს არის ბიომიმიკრია. ბიომიმიკრია ეს არის ასეთი მიმართულება, რომელიც ეძებს ბუნებაში ისეთ პროცესებს, რომელიც მერე შეიძლება იყოს გადმოტანილი ინდუსტრიალურ ეკონომიკურ რეალობაში. და ასეთი მაგალითები ჩვენ გვაქვს. მაგალითად, ჩქაროსნული მატარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ კონკრეტული, აი ასეთი, როგორ თქვა, ოვალური ცხვირი, ხო? რომელიც არის ზუსტი ანალოგი კონკრეტული ჩიტის. კი ბატონო. და რომელმაც გაამართლა, კი ბატონო. ამიტომაც დღევანდელი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ როცა იქმნება კონკრეტული ეკონომიკური პროცესები, მაგიდაზე მარტო კი არ უნდა იჯნენ ფინანსისტი, მარკეტოლოგი, general manager-ი, უკვე ბიოლოგისტიც უნდა იჯდეს, ბიოლოგის რომ შეძლოს შეახამოს ის ინდუსტრია. ანუ ბუნების ენაზე მეტყველი. ზუსტად. აი ეს არის ცირკულარული ეკონომიკა. ანუ ინგლისურად ამას ჩვენ ვეძახით system based on the living systems. ანუ living system-ი ქართულად ცოტა არ ვიცი როგორ თქვა ეს გადავთაგრო, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ტერმინი. მე იმიტომ ეხლა ვიხემძღვანელობ ინგლისური ტერმინებით, რომ ჩვენ მაყურებლებმა ასე თქვა სწორედ მიიღონ ინფორმაცია, რაზე ჩვენ საუბრობთ. დიახ, უფრო აი ბუნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს არის ერთ-ერთი სისტემური მიდგომა. და კიდე ბუნებაში თქვენ თუ შეამჩნევთ, არ არის არანაირი ნარჩენი. ხო, ბუნებაში არ არის ნარჩენი. თავისთავად არ არის. რაღაცა კონკრეტული ნარჩენი არის შემდეგი სისტემის
დაწყების წყარო. ამიტომაც ჩვენ ცირკულარული ეკონომისტები ვფიქრობთ, რომ food equals waste, ანუ საჭმელი უდრის ნარჩენს. ანუ რაღაცა კონკრეტული ნარჩენი არის სხვა პროცესის დაწყებითი წყარო. და შემდეგ რო გააგრძელო ნარჩენი რას უდრის? რესურსი არის. ზუსტად. ეს არის კიდე ერთი ჩემი ტკივილი, ბატონმა გიორგი მიცის ამის შესახებ და ყველას უსწორებ ამას. და მე ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში ჩვენ არა გვაქვს კონკრეტული ცირკულარული ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ვოკაბულარი, ანუ ეს ტერმინოლოგია ჩვენ სწორედ არა გვაქვს ჯერ გადაყვანილი ეს ლექსიკონი, ასე ვთქვათ. საერთოდ ნარჩენი მე მესმის რომ შეიძლება ქართულად უფრო ნარჩენი ჟღერს, მაგრამ ცირკულარულ ეკონომიკაში არ არის ნარჩენი. ჩვენ ყოველთვის ვიცით რომ ცირკულარულ ეკონომიკაში ეს არის რესურსი. თუ მგრად განვითარებაში ეს არის waste management-ი, ასე ვთქვათ, ნარჩენების მართვა, ცირკულარულ ეკონომიკაში ეს არის resource management, ანუ რესურსების მართვა. და სამწუხაროდ მალე სრულდება ჩვენი გადაცემა, მაგრამ თავარი უნდა გკითხოთ. დიახ. ნომერ პირველ ამოცანად ჩვენი ქვეყნისთვის. დიახ. რა მიგაჩნიათ, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას? მოდი ასე ვთქვათ, ცნობიერება ამაღლდეს, თუ კონკრეტულ საქმეზე უკვე ქმედებაზე გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების კამპანიაც და ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად არ შეიძლება მხოლოდ ჯერ ერთი გავაკეთოთ, მერე დავაყოვნოთ, მეორე გავაკეთოთ და ასე შემდეგ. პარალელურად პირველი ნაბიჯები რა უნდა იყოს? ქვეყნის ბიზნესის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამაში თავის წვლილს შეიტანენ. ნახეთ, მე ძალიან ყურადღებით უსმენდი ჩვენ წინა სტუმარს. მე არ მიცემ ხა ჩემ თავს იმის უფლება, რომ ასე ვთქვათ, გავარჩიო ის იდეები, რომელიც იყო წარმოდგენილი, ეს ძალიან დიდ დროს დაგვაკარგინებს. მე ვფიქრობ, რომ მე ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს უფრო იყო თეორიული მიდგომა, ეს არ იყო პრაქტიკული მიდგომა. მე როცა 2 წლის უკან ასე ვთქვათ შევისწავლე საქართველოს ეკონომიკური პროცესები, ცირკულარული ეკონომიკის, ასე ვთქვათ, პატარა ფუძეები ეკონომიკაში, მე აი ასეთი ნაბიჯები დავწერე ჩემთვის, როგორც სპეციალისტმა. პირველი ყველაფერი იწყება სპეციალისტისგან. ჩვენ არ აყავს საქართველოში სპეციალისტი. ჩვენ საერთოდ არ აყავს სპეციალისტი. ძალიან ბევრი ადამიანი იბრალებს, რომ არის ცირკულარული ეკონომიკის სპეციალისტი, ან რაღაცა გაუკეთებია ცირკულარულ ეკონომიკაში, ან არის რაღაცა ცირკულარული ეკონომიკის მიმდევარი. მე მიხარია, რომ ხალხს აქვს ამის მიმართ ინტერესი, მაგრამ ცირკულარული სპეციალისტი ცოტა სხვა რამე არის. დღეს ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ცირკულარული ეკონომიკის სპეციალისტი, ჩვენ გვჭირდება ასეთი პროფესორი, როგორც material specialist, ანუ მასალის სპეციალისტი, ჩვენ გვჭირდება ცირკულარული ბიზნეს მოდელების სპეციალისტი და ჩვენ გვჭირდება რევერსული ლოჯისტიკის სპეციალისტი. არაერთი. აი, მე დავიწყებდი ამ 4 სპეციალისტის გაზდას, ჩამოყალიბებას, პროფესიონალს დია. რომლებიც თავისი მიმართულებით დაიწყებდნენ, ასე ვთქვათ, იმ თემების ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ამ მიმართულებებით არის საჭირო. დიახ. მეორე, ეს არის რევერსული ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურის შექმნა. ჩვენ ლაპარაკობთ და წინა სტუმარმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა დავზოგოთ ნედლეული, ხო? უნდა დავზოგოთ რესურსი. ლოგიკურად ეს ნედლეული უნდა დაბრუნდეს უკან ეკონომიკაში. როგორ უნდა დაბრუნდეს ეს ნედლეული რესურსი უკან ეკონომიკაში, თუ არ არსებობს ინფრასტრუქტურა? აი მე დღეს მინდა რაღაცა დავაბრუნო ეკონომიკაში, კონკრეტულად მაგალითად, არ ვიცი, აი ეს პლასმასი, ან აი ეს რკინა, სად უნდა ჩავაბარო? მე არ ვიცი. არ არსებობს ინფრასტრუქტურა. თუ ნედლეული ვერ დაბრუნდება უკან, ცირკულარული ეკონომიკა აზრი არ აქვს. მესამე, ეს არის დატა ცენტრების შექმნა. ჩვენ გვჭირდება დატა, ჩვენ 21 საუკუნეში მონაცემები, კი ბატონო. ჩვენ გვჭირდება რეალური მონაცემები.
თუ ჩვენ არ აგვაქვს მონაცემები, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას. ამიტომაც მონაცემები და რეალური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია. მეოთხე, მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ნედლეულის გადამუშავების ცენტრები. ინგლისურად ეს MRFs ეძახიან Material Recovery Facility. ის რაც დაბრუნდა, რაც დავითვალეთ, შემდეგ უნდა გადამუშავდეს, ხო? რომ ისევ ჩაეშვას ეკონომიკაში. შემდეგი ნაბიჯი ჩვენ გვჭირდება Material Bank, ანუ მასალების ბანკი. რომ მე ბიზნესმა, მაგალითად, მე მინდა რომ ჩავერთო ცირკულარულ ეკონომიკაში, მე ხუნა ვიცოდე ქვეყნის მასშტაბით რა ნედლეული არსებობს, რომ დავგეგმოთ ჩემი პროცესი. რამდენი არის, რამდენი შემოდის, ვინ ყიდულობს, მე ხარ შემიძლია ერთი დღე დავგეგმო რაღაცა კონკრეტული პროცესი და მე მთელი პროცესი გაჩერდეს, იმიტომ რომ ის მარაგები ნედლეულის აღარ არის შევსებული, ხო? ამიტომაც ჩვენ გვჭირდება data, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ ამ ინფორმაციაზე ჩვენ გავაკეთოთ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები, რაც ჩვენ გვჭირდება. შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვესაჭიროება უკვე ცირკულარული ლაბების ჩამოყალიბება, რომ ჩვენ ვასწავლოთ ბიზნესს, როგორ უნდა შეიქმნას ცირკულარული კონკრეტული ბატონო მოდელები. არა მოდელები, მე ვიტყოდი პროდუქცია. აი ჩვენ გვჭირდება ცირკულარული პროდუქციის დიზაინერები, რომელიც იტყვიან, რომ აი ეს კონკრეტული პასტა რო შეიქმნას, ჩვენ გვჭირდება პლასმასი, მაგალითად, არ ვიცი 40%, აი აქ ჩვენ ისე უნდა დავგეგმოთ, ანუ ისე უნდა შევიქნათ ეს პროდუქტი, რომ შეგროვების დროს პრობლემა არ შეუქმნეს, იმიტომ რომ სტანდარტიზაცია კომპონენტების პროდუქციის ძალიან მნიშვნელოვანია ცირკულარულ ეკონომიკაში, რომ ადვილად მოვახდინოთ ამ პროდუქციის, ასე ვთქვათ, დაშლა, განაწილება კიდევ ერთხელ გამოყენება. კი, ანუ ისეთი კომპონენტებისგან დავამზადოთ, რომელსაც მეორად გამოვიდეთ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ამას ეს არის ცირკულარული პროდუქტ ბოდიშით ქართული შეიძლება ქართულად სწორედ არ ვაფიქსირებ რა ქვია, მაგრამ ამას ქვია circle product designer, ანუ ვინც ამ პროდუქტს შექმნის, ასე ვთქვათ. შემდეგ ჩვენ გვჭირდება უკვე ცირკულარული ხაბები, რომ უკვე გავავრცელოთ ინფორმაცია, რატომ არის ეს საჭირო, დამატებითი ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციაზე, როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლის. კი ბატონო, დიახ. და ისევე გადამამუშავებლის მხრიდან, რომელიც საბოლოოდ გადამუშავებს ამ პროდუქციას და აწარმოებს ახალ პროდუქტს, ან ნედლეულს პროდუქტისთვის. მოკლედ, აი ეს არის ძალიან ისეთი დიდი სისტემა, რომელშიც დასკვნა პრინციპში ჩვენ ძალიან მოკლე დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ, თუნდაც მე, ხო? არა თუ მსმენელმა, მაგრამ ანუ პატარა დასკვნა ის შეიძლება იყოს, რომ ეს ძალიან ისეთი ფართო სისტემაა, ბევრი კომპონენტებისგან შემდგარი, რომელსაც უნდა უხემძღვანელოს აუცილებლად პროფესიონალმა ერთმნიშვნელოვნად იმ მიმართულების პროფესიონალმა, რომელიც ასე ვთქვათ, დაალაგებს ამ მიმართულებას. ანუ უბრალოდ თუნდაც ცირკულარული ეკონომისტი ზოგადი გაგებით არ კმარა ყველა მიმართულებას. არა. აქედან გამომდინარე პირველი ნაბიჯი შენი საუბრის მიხედვით არის სპეციალისტების გაზრდა. ნამდვილად. ანუ მოწვევა და ტრენინგება და ჩვენ უნდა გავზარდოთ აი ამ სისტემის აწყობა ეტაპობრივად, ნამდვილად. უღრმესი მადლობა აკაკი. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა და ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ ამ თემაზე საუბარს, სხვადასხვა ფორმატით შეიძლება, მაგრამ აუცილებლად გავაგზავნებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. მადლობთ. მადლობთ. გემშვიდობებათ მე და გარემო. დროებით.